ვინ როგორ. აი ახლა აგერ აფთიაქში შევედი 50 ლარისაც ამდები ვიყიდე. ყველაფერი რო გაძვირებული იყო, რას? ვიყიდე 2 კვირისა, მთელი კვირისა რო ვიყიდე 60 და რაღაცა უნდა გადამეხადო. პასკა აუცილებელია. შეღებილი კვერთხი აუცილებელია. ეს ორი რამე აუცილებელია. დანარჩენი უკვე სანთლები. ნუ გააჩნია რა, კვერთხი რა ეღირება, პასკა რა ეღირება. აი ენდრო აგრა ერთი შეკვრა 40 ცენტრი ხისა 2 და 50-ია. აი 2 წელი ვიყიდე 5 ლარი გადავიხადე. აი დიდრუნი 1000 ლარი გიდა და თუ ის ეკონომივით 200-300 ლარი. 200-ში რა მის? უბრალოები გაყინული და ფაშტა თაბლა. სოფელში ვცხოვრობ, ქათამის სახლში მყავს, კვერცხის სახლში მაქვს. ახლა ფილიმი მაქვს პასკისთვის რა. ვერ გეტყვით ეგრე. ქალაქელებს უნდა შეეკითხოთ ყველაფერს რო ყიდულობენ. რა გდება, ძვირი გდება. რა 200 ლარამდე. ეკონომია თაკეთებელია. ძალიან უჭირთ, აი ახლა ბადრიდან მოვდივარ და არაფერი არ მომაქვს. პენსიაზე ვიყავი, პენსია წამლის ფული არის რა, იმასაც არ აყოფნის. წამლის ფულად არ აყოფნის. დატირება არის ძალიან. როგორ ფასოს ისე როგორ ვარიანტი არ არსებობს. ძალიან გაჭირდა. ძვირია. ყველაფერი ძვირდება, ყველაფერი გაძვირებული.